გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 2-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. თქვენ უყურებთ გადაცემას TV პირველზე და უსმენთ რადიო მაესტროზე. 35 წუთიანი აუდიო, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე შეხვედრიდან მესამე დღეს გავრცელდა. დეკანოზის ოჯახის წევრების, პატრიარქის და მღვდელმთავრების მონაწილეობით. აუდიო ჩანაწერს მოყვება ტიტრები, სადაც შეხვედრის შესახებ ინფორმაციას თან ვისმენთ, თან ვკითხულობთ. მასალას თან ახლავს საპატრიარქოს განმარტება, რომ სამწუხაროდ მედია სივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზობთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს, მსმენელმა თვითონ განსაჯოს რა ითქვა და როგორ ითქვა, ესეც ფრაგმენტია საპატრიარქოს მინაწერიდან. საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულის ტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და იმედოვნებს სიმართლე მალე დადგინდება. შეხვედრას ესწრებოდნენ პატრიარქი, დეკანოზის ცოლი, დედა, მამა და ძმა შვილები. მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე იაკობი, მამა თეოდორე ჭუაძე, მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კახაბერ გოგოტიშვილი, მამა მიქაელ ბოტკოველი. თავარი რაც 35 წუთიანი აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ პატრიარქი სასამართლო პროცესში ამბობს, რომ ვერ ჩაერევა, რომ მისი შეხვედრა ბრალდებულ დეკანოსთან გამორიცხულია, ვინაიდან ის ზეგავლენად იქნება აღქმული, რომ თავდებობაზე შეთავაზებას ღიად არ პასუხობს. რათა ჩვენი მაყურებლისთვის ცხადი იყო, როგორი დრამატურგიით წარიმართა შეხვედრა, ჩვენ გთავაზობთ ფრაგმენტებს საუბრის მიმდინარეობის მიხედვით. საუბრის დასაწყისში პატრიარქი ესალმება სტუმრებს და კითხულობს, რომელია მისი ნათლული, როგორც ჩანს, დეკანოზის ერთ-ერთი შვილი პატრიარქის ნათლულია. ამის შემდეგ პატრიარქი ლოცავს სტუმრებს და ითხოვს, რომ საუბარი იყოს ჩაწერილი, რადგან შემდეგ არ მოჰყვეს სპეკულაციები, რომ ამან ის თქვა, იმან ეს თქვა. ამის შემდეგ პატრიარქი ამბობს, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ პირველი ფრაგმენტი აი ამ აუდიო საუბრიდან. ჩვენი საუბარი უნდა ჩაეწეროთ. ჩვენ ვისაც გნებავთ ჩაიწეროთ. რომელი არ იყოს ლაპარაკი, ეს თქვით და ეს არ გითხრავს. მე ძალიან წუხლად ჩვენი გაცნობა ხდება ასეთ ძიმე საკითხის გაფრენის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ, არა სხვების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ არის ბრძოლა. ამის შემდეგ ოჯახის წევრები იწყებენ საუბარს, რომ მამა გიორგის აინტერესებს, როგორია პატრიარქის პოზიცია. დეკანოსის ძმა ამბობს, რომ მამაო ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას, რომ ის არ ითხოვს შეწყალებას, რომ პროცესის დახურვა, სასამართლო პროცესის აჩენს ეჭვებს. ამ დროს თორნიკე მამალაძე, დეკანოსის ძმა ამბობს, რომ არ უნდა საქმე ევროპამდე მიიტანოს. აქ იგულისხმება ალბათ ევროპის სტრასბურგის სასამართლო, რაზეც პატრიარქი პასუხობს, რომ ევროპელებმა უკეთ იციან. მამა გიორგი თქვენთან განუზრუნველსა ვითხოვს სიარებას, ვითხოვს თქვენთან შეხვედრას, ითხოვდა პირადად და ითხოვს დღესაც, რომ რადგან მას როგორც თვითონ ამბობს, მე პირადად მამა გიორგისგან ვიცი, როგორც თვითონ პირადად ამბობს, ბევრი აქვს საქმე თქვენთან. თქვენი ლოცვა-კურთხევით, რომ ადვოკატებიც შემდეგში თუ მოხერხდება ესეთი შეხვედრა, რომ ადვოკატებთან ერთად შევხვდეთ, ჩვენ პირველ რიგში მამა გიორგის შეწყალებას არ ვითხოვს და მაგაზე მამა გიორგიც ასე რომ ვთქვათ უარს ამბობს, იმიტომ რომ მამა გიორგი ამბობს, რომ მე მართალი ვარო და მე დანაშაული არაფერში არ მიმიწვის და აქედან გამომდინარე მე შეწყალება არ მინდა, იმიტომ რომ შეწყალება ჭირდება იმ ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩადის, როგორც დღეს ხდება სასამართლო სხდომებიც, მაგიტომაც დახურეს, რომ საზოგადოებამ სრული სიმართლე არ დაინახოს და რა დეჟაფრის წაღება ევროპაში არ მინდა, რადგან არ მინდა ჩვენი ქართული ეკლესია ევროპელების ასე რომ ვთქვათ
ის განსახილველი რო იყოს და ევროპელებმა რომ საქართველოს ეკლესიაზე იმისე რომ ჩვენ საქმის შეწოდას არ ვითხოვთ, ჩვენ არ ვითხოვთ რომ სასამართლო დღეს აკეთეს და დახვის შეაჩეროს ხტომები, პირიქით ჩვენ ვითხოვთ თქვენოწმინდესობა ეს ხტომები რაც კი დღეს იმართება ეს იყოს საჯარო. ამის შემდეგ საუბარი მიდის უკვე იმაზე, რომ ყველანი ელოდებიან სიმართლის დადგენას. ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ სთხოვენ, რომ პატრიარქი მივიდეს დეკანოზის სანახავად, ან მოიყვანოს ალბათ საპატრიარქოში. ამ დროს პატრიარქი აჩერებს დეკანოზის ძმას და ამბობს, რომ მისი შეხვედრა დეკანოზთან იქნება აღქმული, როგორც პროცესზე ზეგავლენის მოხდენა. ჩემი საქართველოს უდაბა სიმართლე, ეს სიმართლე თქვენ გარეშე არ გადაწყვეტა. და თხოვნა არის რომ ეს იგი სიმართლეს დაუსარო თვალი ყველა. სწორია, ჩვენც ეს გვინდა. სიმართლე უნდა იზეიმოს და სიმართლე უნდა ითქვას. და არა სიხარულე. რა შეეხება პროცესს, სასამართლოს პროცესს ჩვენ ეს ჩავერევით მაგ საქმეში. ჩვენ არც გვაქვს უფლება ჩავერევით. ეს თვითონ იციან. მინდა ვთქვათ, რომ მამა იქნებ მოინახულო. იქნებ რა აქვს საქმე. ძალიან ბევრი რამე უნდა რომ გითხრათ თქვენ. 4 თვეა ის არზიარებული, 4 თვეა ასარება არ უთქვია. თქვენ დათვა, თქვენ მივიდეთ და თქვენ ნახოთ. არ თვითონ მამა მოვიდეს. ხო შეიძლება. არ შეიძლება, იმიტომ რომ ითქვია გავლენა იქონიაო, ზეგავლენა. შემდეგ უკვე საუბრებში სხვა პირები შემოდიან. მამა თეოდორე ამბობს, რომ ეკლესია არაა დამნაშავე, რომ დეკანოზი დაიჭირეს. მამა მიქაელ ბოტკოველი კი მიმართავს თორნიკე მამალაძეს და ეუბნება, რომ ის ახდენს ეკლესიის დისკრედიტაციას. აქ უკვე პატრიარქი ახსენებს ორშაბათის გაზეთს და შემდეგ უკვე ჩვენ ვიპოვეთ, რომ დეკანოზის ძმის ინტერვიუ იყო ორშაბათის ასავალ-დასავალში და როგორც ჩანს, ეს ამ ინტერვიუს შესახებ ინფორმირებულია პატრიარქი. ამის შემდეგ მისი ტონი დეკანოზის ძმის მიმართ ხდება კრიტიკული და საყვედურიანი და რატომ ამბობთ, რომ გიორგი მამალაძე ჩემთან ღამერჩებოდა, უნდა გეშინოდეთ ღმერთის, როცა ამას ლაპარაკობთ, ეუბნება პატრიარქი დაკავებული დეკანოზის ძმას. შეგახსენებთ, ის იხსენებს ორშაბათის გაზეთს და შემდეგ ჩვენ ვნახეთ ასავალ-დასავალში თორნიკე მამალაძის ინტერვიუ. ჩვენ შეგვიძლია ეს ფრაგმენტიც მოვისმინოთ ახლა. ავარი არის ეს სიმართლე. ეს ყველას გვინდა და თითოეული ჩვენთან არის სურვილი, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ეს გადადის რაღაცა ეკლესიის დისკრედიტაციის. ყოველთვის ვცდილობენ, რომ რატომღაც წარმოაჩინო, რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, საპატრიარქოში საშინელება ხდება, რაღაცა ისინი ვარ ჩვენ გველეშაბები და ვცდილობთ, რომ ეს ერთი მამა გიორგი დაგვეხჩოს უყველად. ჩვენ ეს არც ვიხავ, თავს არ ვიმართებთ, თვითონ ეკლესია დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დაიჭირეს. რატო ვარ ჩვენ დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დაიჭირეს? აი ეს ვერ გავიგეთ. ყოველდღე აკეთებთ განცხადებებს და ახდენთ საპატრიარქოს მაღალ თანამდებობის ძველების დისკრედიტაციას, რომ თითქოს მეუფე იაკობი და კალბატონის ორენა არიან დაინტერესებული, რომ მამა გიორგი დაიჭირათ და დაეკავებინათ. ორშაბათის გაზეთში მისი ინტერვიუ, თქვენი ინტერვიუ პატრიარქი შებოდაო ღამეო შებოდაო მამა გიორგიო. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ისეთი რაღაც არ უნდა დავწეროთ, მე გითხარით, რომ არ გამოხდეს არც ეკლესიის დისკრედიტაცია, თუ კი თქვენ ეკლესიის დისკრედიტაციაზე წახვალთ, ან თქვენ არ გიდათ, უბრალოდ ვიღაცები შეეცდებიან ამას, რომ თქვენ გაგაკეთებინო. და ვცდილობენ, რომ ჩვენ შორის გაფუჭდეს ურთიერთობა, ჩვენ შორის არ იყოს ურთიერთობა და ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვიდგეთ. არ ვართ სხვადასხვა მხარეს, ჩვენ ვართ ერთ მხარეს. ყველანს გვინდა სიმართლის დადგენა. არავის არ გვინდა, ჩვენ ტყუილად გამართლდეს, ან ტყუილად გამომუნდეს ადამიანი. არც ერთი ადამიანი.
დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე მაინც გამოვლინდება. გავიდნენ სიმართლეს. ვის სჭირდებოდა ეს პროვოკაცია. საუბრის შემდეგ ფრაგმენტში დეკანოზის ოჯახი ითხოვს თავდებობას დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ კათოლიკოს პატრიარქს თხოვა რომ გიორგი მამალაძეს თავდებში დაუდგეს, თუმცა ილია მეორესგან პასუხი არ მიუღია. თავდებობასთან დაკავშირებით თქვენ უზრუნველსობა. თქვენი აზრი გვაინტერესებს, ჩვენთვის იგივე მოსაუბრეა. ეს საქმე არ გაჩერდება. ეს სასამართლო ჩვეულებრივად ხო არის ასმეულო დამეთანხმებით. საუბრის ბოლოს დეკანოზის მამას სვამ შეკითხვას, რამდენად გრძნობენ მასპინძლები, პატრიარქი და მამაოები, რომ დეკანოზი იყო ამის ჩამდენი, რაზეც პატრიარქი პასუხობს, რომ დეკანოზის დაკავება მისთვის ცის ჩამოვარდნის ტოლფასი იყო და ამის შემდეგ უკვე საუბარი მიდის იმ მილიონებზე, რომელზეც იყო ასევე დეკანოზის კონტექსტში საუბარი და პატრიარქი ამბობს, რომ ამ თანხების შესახებ მას არანაირი ინფორმაცია არ ქონია. Თქვენი აზრი გვაინტერესებს თქვენ უზრუნველსობა მამა გიორგის მიმართებაში პიროვნულად. თქვენ ჯერავთ ამ ბრალდების, თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ განცხადებაც გააკეთეთ მამა გიორგის? მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგის. ეს შემთხვევით იყო ცის ჩამოვარდნა. როცა მითხრეს, რომ დააბადდეს მამა გიორგი. 4 თვე გავიდა დეკანოზის საქმის დაწყებიდან CND-ის ისტორია, რომელმაც კვალი დატოვა ყველგან პირველ რიგში საპატრიარქოში, სადაც ორჯერ პატრიარქის დაცვის უფროსიც კი შეიცვალა, სრულიად დახურული სასამართლოს ხდომები ეკლესიის და ქვეყნის ცხოვრებაში ალბათ უპრეცედენტო საქმე, როდესაც სასულიერო პირს პატრიარქთან უშუალოდ დაახლოებული პირის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. უკვე 2 საათი ეგრეთ წოდებული CND-ის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომა დაცვის მხარის ადვოკატების შესავალი სიტყვით გაიხსნა. იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარე დაასრულებს შესავალი სიტყვით გამოსვლას, სასამართლო მტკიცებულებების შესწავლაზე გადავა, ანუ მოწმეების დაკითხვა დაიწყება, დაკავებულ დეკანოს გამოძიება ვიმეორებ ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში ედავება. მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, ის დღეს პროცესს ესწრება. დეკანოზის ოჯახი სასამართლოს ხდომების საჯაროობას ითხოვს და ამ მოთხოვნით აქციების გამართვასაც აპირებს. ქეთევან გრიგორაშვილი, TV1-ის ახალი ამბების ჟურნალისტი იმყოფება ახლა სასამართლოსთან და ის გვეტყვის, გამოჩნდნენ თუ არა მოწმეები, ანუ დღეს არის თუ არა ჩანიშნული სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა. დიანა, ამ წუთებში მიმდინარეობს ბრალდების მხარის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის დაკითხვა, როგორც ვიცით, ის დაცვის თანხლებით უკანა შემოსასვლელიდან მოიყვანეს, როგორც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, ირაკლი მამალაძე შეეცდება, რომ პროცესზე ისაუბროს ისეთ დეტალებზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ისინი შეეცდებიან კითხვების მეშვეობით ირაკლი მამალაძეს ტყუილის თქმის საშუალება არ მისცენ. დაცვის მხარე მორჩა თავის შესავალ სიტყვებს და გადავედით ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვაზე. ჩვენ როდესაც ვიკითხეთ, ვინ იქნება მოწმე, ვის მოყვანას აპირებს პროკურატურა, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა დავინახეთ, რომ უკანა კარებიდან სასამართლოში მოიყვანეს ირაკლი მამალაძე და სავარაუდოდ პირველი მოწმე იქნება ამ საქმის ეგრეთ წოდებული მთავარი და ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე, თუმცა დაზუსტებით არ შემიძლია თქვა, რადგან ამას ზუსტად ვიტყვი მას შემდეგ, რაც განახლდება პროცესი. მე მგონია, რომ ის აიხლართება იმ თავის მიცემულ ჩვენებებში, ყველა მათგანი ერთმანეთის საწინააღმდეგოა, მისი საჯარო გამოსვლების ერთმანეთის საწინააღმდეგოა და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს სხვადასხვა ტყუილებში გავხლართოთ და დადგინდეს ჭეშმარიტება, ანუ გამოუვლინდეს, რომ ირაკლი მამალაძე ცრუობს. პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაში შედიან ასევე პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელსაც დაზარალებული სტატუსი აქვს მინიჭებული და ასევე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ხანაშვილი, რომელიც გერმანიაში იმყოფება და არ არის გამორიცხული, რომ მისი დაკითხვა ონლაინ რეჟიმში შედგეს.
ძალიან დიდი მადლობა ქეთევან გრიგორაშვილს, ჩვენ ხაზზე გვეყოლება TV პირველის ახალი ამბების ჟურნალისტი და უახლესი ინფორმაციისთანავე მას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ანუ დღეს ორი ამბავია მნიშვნელოვანი. ერთი ეს არის დეკანოზის საპატრიარქოში დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრა პატრიარქთან და ეს გასაჯაროებული აუდიო ჩანაწერი და სასამართლო პროცესი. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ დეკანოზის ძმის კომენტარი, ვიდრე ის სასამართლოზე მივიდოდა, ის მივიდა საპატრიარქოსთან და იმის მიუხედავად რომ ამბობს, რომ არ მოусმენია დეტალურად რა ჩანაწერი გამოაქვეყნა საპატრიარქომ, ამის მიუხედავად ის ითხოვს საუბრის ჩანაწერის გასაჯაროებას, რა მიმართვით, რა თხოვნით მივიდა თორნიკე მამალაძე დღეს საპატრიარქოში. ამის შესახებ ის მოგვიყვება და ასევე დავაანონსებ, რომ მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივანი აპირებს ჟურნალისტებისთვის განმარტებების გაკეთებას და ის დღის ამბების სტუმარი იქნება პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ თორნიკე მამალაძის კომენტარი, რომელიც მან საპატრიარქოსთან გააკეთა. მე ჩანაწერი არ მომისმენია ჯერ აქ მოვედი, იმიტომ რომ ვითხოვ ამ ვიდეო ჩანაწერს უკვე 2 დღეა, 2 დღის განმავლობაში მეუბნებიან მოგცემთ 10 წუთში მოგცემთ, 9 საათში მოგცემთ, ელემენტარულად 10 წუთიანი საქმე არის, დისკზე გადმოეწერათ და ორიგინალი გადმოეცა ჩემთვის, რაზეც ასე რომ ვთქვათ უარს არ მეუბნებოდე მოგცემთ, მაგრამ ფაქტი არის არ მოუწიათ. შემდეგ 6-7 საათის შემდეგ ზარებს საერთოდ აღარ პასუხობდნენ 2 დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მოვედი ოფიციალურად ვითხოვ ამ ვიდეო ჩანაწერს, ისი უფლებაც მაქვს. ვიდეო ჩანაწერები მე არ მინახავს ჯერჯერობით, არც ოჯახის წევრებთან დავკავშირებულ ვარ ჯერჯერობით. არ ვიცი მათ მოისმინეს არ მოისმინეს, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ მე პირადად არ მომისმენია. მე მინდა იმ ორიგინალის ნახვა რაც დევს მოვისმენ, დავაგვირდები თითოეულ სიტყვას. კამერა პირადად არ დამინახავს, მაგრამ არც ის ვთქვამთ, რომ ან აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, უწმინდეს მომითხარ, რომ ჩვენი საუბარი იწერებაო, მაგრამ უბრალოდ კონკრეტულად არ ყოფილა საუბარი, ვიდეო იყო ეს თუ აუდიო. ჩანაწერებიდან ვერ გეტყვით, პირადად რაც მახსოვს, იმას მოგახსენებთ. როდესაც პატრიარქს უთხარი, რომ შეწყალება არ გვინდა, საქმის შეჩერება არ გვინდა, უბრალოდ ამ დროის მანძილზე რომ მამა გიორგი ციხეში არ იჭრეს და თავდებობით გამოვიდეს პატრიარქს ამასთან დაკავშირებით ვთხოვე, რაზეც მამა დავით ჭინჭარაულმა შეეცადა ამ თემის გაჩერება და პატრიარქს არადროვეს არც კის თქმა და არც უარის თქმა არადროვეს პატრიარქს. მამა დავით ჭინჭარაულს როდესაც უთხარი, რომ თუ შეიძლება პატრიარქთან მადროვით საუბარი, შემდეგ მეუფე თეოდორემ შემაწევინა და ასე რომ ვთქვათ, თემა უპასუხოდ დატოვეს პატრიარქი. მე მოგეხსენებათ არაერთ განცხადებას ვახსენებ, თუნდაც მეუფე იაკობთან დაკავშირებით და თუნდაც ჟონენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც პატრიარქს ამასთან დაკავშირებით შენიშვნა არ ქონია და არ უთქვამს, რომ ნუ გააკეთებ მსგავს განცხადებებს, რაც მეუფე იაკობს და მეუფე ქალბატონ ჟონენას შეეხება. აქედან გამომდინარე უნდათ მეუფე იაკობის სურვილი იყო, რომ შენიშვნები მოეცა, შეახსენა პატრიარქს, რომ თქვენ უწმინდესობა იმ გაზეთზე უთხარით, რომელიც წაგიკითხეთო. ჩვენ ახლა ვთავთ ეკა ლომიძეს, ის ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტია და პარალელურად ანუ დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატი. ხომ ასეა ეკა? მოგესალმებით, დიახ, გესაუბრებით პირდაპირ სასამართლო შენობიდან. იქნებ გვითხრათ რა ეტაპზეა ახლა სასამართლოს ხდომა, დაცვა რამდენად დაცვის სიტყვით დაიწყო თუ არ ვწდები, რამდენად დამაჯერებელი იყო დაცვის მხარე და მოწმეების დაკითხვა თუ არის დღეს ასევე ჩანიშნული, იმიტომ რომ ჩვენი